Peyder da edip nala peygamber de Hüseyin'e Zeynep de Hüseyin'e Zeynep de yaralı başına kore salıp Yas gözlü kurup Cevde Hüseyin'e Zeynep de yaralı başına kore salıp Yas gözlü kurup არ ვიცი, იცით თუ არა, რას ნიშნავს თასუას დღე მუსლიმებისთვის. ამიტომ ახლა გეტყვით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სამკლოვიარო დღე, რომელსაც ყოველწლიურად აღნიშნავენ ხოლმე მსვლელობის მონაწილეები, როგორც წესი, შავებში გამოწყობილები, გულზე მჯიღის დარტყმის ჟესტებით გამოხატავენ თავიანთ მწუხარებას საუკუნეების წინ მომხდარი ტრაგედიის შესახებ. აი ხა თქვენ ჩემს უკან ხედავთ სწორედ ამ მსვლელობისთვის მზადებას, ჩვენ ვართ მარნეულში. დღეს არის 24 ივნისი, გუშინ იგივე მსვლელობა გაიმართა ფონიჭალაში 23 ივნისს. ჩვენ 2 დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით ამ ერთი შეხედვით რელიგიურ მნიშვნელოვან მსვლელობას, თუმცა გეტყვით რატომ ვაკვირდებოდით, იმიტომ რომ ბოლო წლებში საქართველოში ამ მსვლელობამ რელიგიურ ღონისძიებასთან ერთად შეიძინა პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს დღე იქცა დღედ, როდესაც მორწმუნეები გამოხატავენ პრინციპში გეოპოლიტიკურ არჩევანსაც და ამიტომ ეს ორი დღე თასუას მსვლელობას ვაკვირდებოდით სწორედ იმიტომ, რომ გავრკვეულიყავით არა მხოლოდ მის რელიგიურ მნიშვნელობაში, არამედ იმ პოლიტიკურ გავლენებშიც, რაც საქართველოში მუსლიმურ თემში შეიძლება იგრძნობოდეს და ყველაფერს პრინციპში რაც ვნახეთ ამ 2 დღის განმავლობაში, ამ ვიდეოში თქვენს განახებთ. თასუას დღეს, რომელიც წინ უსწრებს აშურას, მორწმუნეები იხსენებენ დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. მე-7 საუკუნეში ქარბალას ბრძოლაში მოკლულ 72 შიიტს, რომელთა შორის იყო წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი, იმამ ჰუსეინი. სწორედ ეს ბრძოლა ითვლება შიიტებსა და სუნიტებს შორის განხეთქილების საწყის წერტილად. მაისურებსა და თავზე მოხვეულ შავ ლენტებზე წარწერები იმამ ჰუსეინის ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს. ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, იმამ ჰუსეინი და მისი რაზმი უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა ომიანთა ხალიფის, იაზიდ პირველის არმიასთან. მათ შორის კონფლიქტი კი ჰუსეინის მხრიდან ხალიფის მიმართ ერთგულების ფიცის დაუდებლობას მოჰყვა. თასუა ეს არის მუჰარამის მე-9 დღე, როცა ომიანთა არმიამ ჰუსეინის რაზმი, რომლის შემადგენლობაშიც ქალები და ბავშვებიც შედიოდნენ, ალყაში მოაქცია და მათ წყალი გადაუკეტა. აშურა კი მუჰარამის მე-10 დღეა. ამ დღეს გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც ჰუსეინი და მისი ოჯახის წევრები მტერმა წამებით მოკლო. მუჰარაბის დღეებს, როგორც თასუას, ისე აშურას ისლამურ სამყაროში მკაფიო იდეოლოგიური დატვირთვა აქვს. ესაა ერთგვარი სიმბოლო მცირერიცხოვანი ჯგუფის ტირანულ, უსამართლო და მრავალრიცხოვან ძალასთან დაპირისპირებისა. მაგალითად, ირანის ხელისუფლებისთვის, რომელიც ქვეყნის შიგნით განსხვავებულ აზრს სისხლში ახშობს, ქარბალას ბრძოლის ინტერპრეტაცია საგარეო პოლიტიკურ ნარატივში ასეთია. ამერიკა და ისრაელი არიან თანამედროვე ტირანები, ირანი და მისი დაფინანსებული პროქსი ჯგუფები ჰუსეინის გზის გამგრძელებლები. ამ კონტექსტის გამო, მაგალითად, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში განსაკუთრებით მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ, ან საერთოდაც არ იმართება თასუას მსვლელობები, რათა რელიგიური ტრადიცია პოლიტიკურ გამოსვლებში არ გადაიზარდოს. რა ხდება საქართველოში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია მუსლიმი და მათი უმეტესობა შიიტი? ფონიჭალაში, ახლი ბეითის მეჩეთში 23 ივნისს არსად ჩანდა არც ირანის ყოფილი სასულიერო ლიდერის, ალი ხამენეის ფოტოები და არც სხვა რაიმე პოლიტიკური სიმბოლიკა. იყო მხოლოდ შავი დროშები გლოვის ნიშნად, წითელი დროშები მოწამეთა დაღვრილი სისხლის ნიშნად და ცხენი ისლამის სიმბოლო მწვანე ფერის ქსოვილით. ერთადერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც მსვლელობას ბოლოში მოუყვებოდა ალი ხამენეის ფოტოთი, არაერთხელ გააფრთხილეს მსვლელობის ორგანიზატორმა კაცებმა, რომ აქ ჟურნალისტები იყვნენ და ეს ფოტო ჯობდა გადაემალა.
თავად ახლი ბეითის მეჩეთი დაკავშირებულია არასამთავრობო სტატუსით მოქმედ აჰლ ალ-ბაითის მსოფლიო კრებასთან, რომელიც დასავლეთში ირანის სპეცსამსახურების საფარო ორგანიზაციად მიიჩნევა. აქ არაერთხელ გამართულა ანტიამერიკული და პროირანული ქადაგებები. სულ რამდენიმე დღის წინ, 19 ივნისს, ახლი ბეითის მეჩეთის Facebook გვერდზე ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მიერ მაისის ბოლოს გავრცელებული გზავნილი გამოქვეყნდა, რომელშიც ამერიკა დიდ სატანად არის მოხსენიებული. იქვეა ნათქვამი, რომ მომავალში ლოზუნგები სიკვდილი ამერიკას და სიკვდილი ისრაელს მსოფლიოში გავრცელებულ საერთო შეძახილებად იქცევა. კაცი, რომელიც მსვლელობას წინ მოუძღვება, რახით ქერიმოვია, ფონიჭალის მეჩეთის ახუნდი, ახლი ბეითის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი და ირანული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფონიჭალის ქართული ფილიალის მასწავლებელი. ესაა უნივერსიტეტი, რომელიც ექსტრემიზმის ხელშეწყობისთვის სანქცირებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე კანადის მიერ. იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობს, მეჩეთში გახსნილ სასწავლო ცენტრში ყურანსა და სპარსულ ენას სწავლობს. ამ შეკრება პირდაპირ არანაირი კავშირი არ აქვს არც ერთი პოლიტიკური მოძრაობასთან, არც ერთი პოლიტიკური რაღაცა მოვლენასთან. არა, მე იცით რისი გარკვევა მინდა, მაგას ხვდები, რომ ეს რელიგიური დღეა და გლოვის დღეა. უბრალოდ თუ შარშან იყო ეს სურათები რელიგიურ დღეზე და გამოხატვის თავისუფლება იყო, როგორც თქვენ. წელს რატო აღარ არის? წელსაც ხო იგივე პრობლემებია. არ ამგონია რომ ეს იყოს შარშანაც თუ იყო ისეთი შემთხვევა. არ ამგონია ის იყოს ორგანიზებული რამე. შეიძლება ვიღაცა კონკრეტული პიროვნების იყოს თავისი აზროვნების გამოხატვა. თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაში ვცხოვრობ. ეხლა მიდიხართ ევროპული ქვეყნებში, ყველა თავიანთი აზრებს ძალიან მშვენიერად თავისუფლად გამოხატავს და არანაირი შეზღუდვა და არანაირი ისეთი ზეწოლა არ აქვს მაგაზე. და საქართველოსაც მიდის ევროპისკენ, ევროპული ღირებულებებისგან განვითარდება და რა ვიცი, თუ ვიღაცა პიროვნება, კონკრეტული ვიღაცა თავის აზროვნებას გამოხატავს, ვერ გეტყვი, ეს არ იქნება ყველას სახელით. ყველა შემთხვევაში ევროპული და დემოკრატიული ღირებულებები არის ჩვენი განვითარების ეს მიზანი. ეხლა ხო ვლაპარაკობენ, რომ რელიგიის გავლით ფონიჭალაშიც მარნეულშიც ირანი ცდილობს გავლენების გაფართოებას. მე მესმის, რომ ეს თქვენთვის შეიძლება გამაბრაზებელი იყოს, არა მარტო თქვენი რწმენისთვის დადიხართ არა მარტო ირანის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა, მაგისი გამოყენება ჩვენი რწმენას დაუშვებელია. მიუღებელია ჩვენი მხრიდანაც. ნიშნულობა არ არის, ეს ირანია ან სხვა რომელიმე ქვეყანა. ჩვენი რწმენა, ეს რწმენა ხო იცით, ეს არის თავიანთი ისე აზროვნება ვიღაცას. შიგნით არის უფალთან კავშირი. და მაგისი გამოყენება ბოროტად დაუშვებელია და მიუღებელია ჩვენი მხრიდანაც. და ესეთი მცდელობები თუ არის ესეთი მცდელობები, გმობ მაგას. თუ არის. თქვენი აზრით არის მცდელობები თუ არ არის? მე არ მინახია ისეთი მცდელობები, თუ არის, გმობ, როგორც საქართველოს მოქალაქე. ჩვენთვის, აი საქართველოში მცხოვრები ყველა მუსლიმისათვის, ყველა მოქალაქესათვის, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს და არის ჩვენივე ქვეყნის განვითარება, ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეების ერთიანობა და მშვიდად ერთად ცხოვრება. ეს არის ჩვენთვის მშვენიერი და მთავარი მიზანი. ამ ადგილას, მარნეულში, სადაც თასუას მსვლელობისთვის მონაწილეები იკრიბებიან, ორგანიზაცია ახლი ბეითის შენობაა. აქვეა იმამ ალის საქველმოქმედო ფონდიც და ახალგაზრდები. ამ ფონდის სიმბოლიკით, რომლებიც მსვლელობის ორგანიზებაში არიან ჩართულები. ზოგს წყალსაწვდიან, ზოგს გზას უჩვენებენ. იმამ ალის ფონდი საქართველოში 2024 წელს დარეგისტრირდა როგორც ორგანიზაცია. მისი გამგეობის წევრებს შორის არის ჰაჯი ჰაჯიევი, იმამ ალის მეჩეთის, იგივე წითელი მეჩეთის ახუნდი, რომელსაც არაერთხელ განუდიდებია მის ქადაგებებში აიათოლა ხამენეი, ირანის საცგარდაცვული სასულიერო ლიდერი. იმამ ალის საქველმოქმედო ფონდი ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით ირანული რბილი ძალის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. და მთავარი, ფონიჭალისგან განსხვავებით, მარნეულში არავის დაუმალავს სიმპათია ირანის საცგარდაცვული სასულიერო ლიდერის, ალი ხამენეის მიმართ. თებერვლის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის ერთობლივი დარტყმის შედეგად განადგურებული ირანის ყოფილი სულიერი ლიდერი იყურებოდა მოზარდების მაისურებიდან და ქალების კაბებიდან.
ალი ხამენეი გეგებება ასევე მაშინ, როცა იმამ ალის მეჩეთთან მიდიხარ, იმ სივრცეში, სადაც მორწმუნეები ხშირად იკრიბებიან. როგორ პასუხობს სახელმწიფო შიშებს რელიგიური უმცირესობების გარე ძალების მხრიდან საკუთარი ინტერესების გამოყენების შესახებ? ხედავს თუ არა ხელისუფლება რელიგიური ექსტრემიზმის და მცირე ჯგუფების იზოლაციონიზმის საფრთხეს? ამ კითხვებზე პასუხისთვის შეიძლება ნინო წილოსანის ეს კომენტარი გამოდგეს. არანაირი უცხო ქვეყნის გავლენებს ამ ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ბოლო რაც ყველაზე მავნებლური გავლენები იყო NGO სექტორში, ვფიქრობ, რომ ისიც გამჭვირვალობამ რაღაცნაირად დაარეგულირა და აღმოფხვრა. თქვენ გინდათ, რომ რაღაცა დაპირისპირება თუ შუღლი გააღვივოთ რელიგიურ ნიადაგზე, ნამდვილად არ გამოგივათ, ამიტომ მიეცით ადამიანებს თავისი აღმსარებლობის ნორმალურად წარმართ შესაძლებლობა და კონსპირაციებთან მიმართებით, ეკონტაქტებით ჯო ვილსონს. სხვათა შორის, ირანის მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენებზე რადიო თავისუფლებას არაერთი მასალა აქვს მომზადებული, რომლებსაც კომენტარებშიც დავლინკავთ და თუ კი აქამდე არ გაცნობილ ხართ ამ ინფორმაციას, მაშინ ამ მასალების წაკითხვასაც გირჩევთ.